კრედიტორი. ყველაზე სწრაფი იპოთეკური სესხი 2%-ში. დაგვიკავშირდით 2-373-375. კრედიტორი. თქვენი ფინანსური მხარდამჭერი. ეს არის ინგა გრიგოლიას დღის ამბები შვიდზე და მე გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც დავსვი ემძარ კვიციანთან გადავალ ამ კითხვით. ბატონო ემძარ, ტრაგედია, რომელიც მოხდა ხურჩაში და რომელზეც თქვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბატონმა თოფაძემ, რომ კი ქართველია, სამწუხაროა, მაგრამ ეს საქმე არ შეიძლება ამ რანგში იყოს აყვანილიო. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადაფარა ამ პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, ფიზიკურმა დაპირისპირებებმა რეალურად ის ტრაგედია, რომლის გამოც ფეხზე უნდა მდგარიყო სრულიად საქართველო და პირველ რიგში ქართული პოლიტიკური სპექტრი. ნამდვილად გეთანხმებით და მინდა მიუსამძიმრო ოჯახს, რა თქმა უნდა. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა და რა არის იცით, ქალბატონო ინგა. ეს არ ვიცი რა რანგში არის აყვანილი, მაგრამ რო უნდა იყოს აყვანილი უმაღლეს რანგში, ეს არის ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელი, რომ თვითოული ადამიანი ჩვენთვის არის ძვირფასი. და თვითოული ადამიანი არა მარტო სიკვდილით, არამედ უბრალოდ რომ სიტყვის დროში აწუხებს ჩვენი მეზობელი, რომელიც რომ მოწინააღმდეგეა, ისიც არ უნდა ვაპატიოთ არავის. რატომ მიეცათ საშუალება, რომ საზღვარზე გადმოვიდა ადამიანი? ანუ არა ვარ ჩვენ დაცული ფაქტიურად. არ არის დაცული ჩვენი საზღვარი, როგორ შეძლო იმან გადმოსვლა, მოკლა და წასვლა. ეს არის მე არ ვიცი, აბა ერთი მოვსინჯოთ, რომელიმე სახელმწიფოში გადავიდეთ, გავაკეთოთ და თუ დაბრუნდება ვინმე ცოცხალი, ან თუ შეძლებ გადასვლა, ან თუ დაბრუნდები. ეს არის სისუსტე მესაზღვრეების. ამიტომ მესაზღვრეებს მინდა მოუწოდო. არა გვაქვს ჩვენ კანონი, როდესაც ადამიანი, რომელიც საზღვარზე დგას, იმოქმედა კანონით, ფაქტიურად, ხო? აიღო არ მისცა საშუალება გადმოსვლის, გადმოტანის საზღვრის, ესროლა, როგორც წესი და რიგია, ყველა მესაზღვრე ასე აკეთებს და წესდებაში წერია, რომ როგორც კი ნაბიჯს გადმოდგავს მოწინააღმდეგე საზღვარზე, ხელად გაფრთხილების გარეშე უნდა ესროლო, იმიტომ რომ ისინი სამშობლო, იქ იწყება სამშობლო ჩვენი. მესაზღვრე არ არის. როდესაც ის გადმოგვეცის უკვე ის სახელმწიფო საზღვარია, ემზა. დიახ. ანუ ქართველმა მესაზღვრეს, ქართველ მესაზღვრეს უნდა ესროლა კაცო. საზღვარი ზუსტად რომ საზღვარი გააბა იქ სააკაშვილმა და მის ნაირებმა. მესაზღვრე რასვაშია, მესაზღვრე. იმიტომ რომ მესაზღვრე რას ნიშნავს იცით თქვენ? როგორ? მესაზღვრე სიტყვა რას ნიშნავს იცით? რომელიც საზღვარზე არ შემოუშვებს, რომელიც თუნდაც კონფლიქტური საზღვარზე, კაცო, იქ სახელმწიფო საზღვარია. მალხაზ. სახელმწიფო კონფლიქტური ზონის საზღვარი ქვია, იქ რუსისთვისაა სახელმწიფო საზღვარი და ალბათ თქვენი პარტიისთვის. საზღვარი არაა? რა? კონფლიქტური ზონა საზღვარი არ არის და ამოღერღე რომელიც საოკუპაციო ზოლია, ემზარ, ამოღერღე. თქვენ და თქვენმა პარტიამ, ეს არის საოკუპაციო ზოლი და არავით არის საზღვარი. შენ ცოტა შეარჩია ლაპარაკი მალხაზ. ცოტა შეარჩია სიტყვები და მე გეტყვი ახლა მე შენ საოკუპაციო ზონა არის სწორედ და არის კონფლიქტი. არავით არის საზღვარი იქ არ არის, ემზარ. უფრო სწორად მე დავტოვე კონფლიქტურ ზონა და ოკუპირებული თქვენ მიერ არის ახლა უკვე მიცემული. შენი ფავორიტი სააკაშვილისა და ნაციონალების მიერ. მე არ ვიცოდი, არ მეგონა რომ შენ ნაციონალი იქნებოდი მალხაზ. აკრიტიკებ აუცილებლად ნაციონალს და აქეთ კიდე რაღაცა კენჭებს ისწრი. სირცხული შენი მაშინ. შენ ესე იგი მარტო ის დაგინახია, რომ ოფიციალურიდან ლაპარაკობდა, როცა წეობაში ვიყავი მე. და ის არა გაქვს განახული, რაც მანამდე ხდებოდა, არა? რასაც მაგამდე სისხლს რო უღრიდით და რომ ნაწილ და აფეთქებულ ხალხს რო ვაგროვებდი ჩემ ძმებს და ისე მომყავდა იქიდან, იმას ვერ ხედავდი შენ. იმიტომ რომ შენ არ ახარ ჩვენიანი. და შენ იზახირები არა ვარ ნამდვილად, არა თქვენიანი არა ვარ და თქვენიანი არასდროს ვიყავი ემზა, არასდროს ვიქნები. ხო გამიგია რა? კარგი. თქვენიანი არასდროს არ ვიყავი და არ ვიქნები. არასდროს ვერასოდეს ვერ მომისმენ, იმიტომ რომ შენ სხვა მიმართულება გაქვს. თქვენიანი არის კრემლი, პუტინი მოსკოვში. კარგით. ბატონო ემზარ, მადლობა დიდი რომ მიყავით. მაგაზე გახსენე შენ პასუხს როცა შევხვდებით ერთმანეთს, ვინ არის ჩემიანი? ემუქრებით? ეს რა არის? შენიანი რო იყო პუტინი, იმიტომ გამოიკეცი შენ აფხაზეთიდან და იმიტომ ხმარა მოგიღია როცა კოდორი რო ჩამარდა. იმიტომ გააკეთე სწორედ ეს. მე არ გამომცეულ ვარ ემზარ, მე არ გამომცეულ ვარ ემზარ. ვასკაცი 2 მეტრიანი ვასკაცი. არც გარგვის ბატალიონი გამომცეულ ვარ. თქვენ მიაღწიეთ იმას რომ რატომ არ ხსოვდი როცა განცხადება არ მინახია კოდორის ხეობის შაბარებასთან დაკავშირებით. უნდა დავასრულოთ ეს რატომ რაღაცა არ დაგბურძგლა მაშინ. ემზარ, კოდორი შაბარდა რატომ?
მომეცეთ მის გარეშე თქვა რა. მადლობა ემზარ კვიციანი იყო ჩვენი სტუმარი, მე მას ვემშვიდობები, მადლობა დიდი რომ იყავით ჩვენთან. მე მინდა ეხა ბოლო კითხვით მივმართო თემურ ჭუმბურიძეს და შემდეგ ბოლო კითხვას დავსვა უკვე სტუდიაში. თემურ, იგივე კითხვა, ხომ არ ფიქრობთ რომ მთავარი ტრაგედია რაც მოხდა ამ ქვეყანაში ერთი შუალედური არჩევნების საკრებულოს დეპუტატის მანდატის გამო მოწყობილმა მთელმა ურზაურმა გადაფარა? რა თქმა უნდა, მე წაგან დავიწყე და უბრალოდ ვერ დავასრულე რუსული ძალების გაძლიერებაზე ქვეყანაში, რომელიც ზუსტად საქართველოს მთავრობის სამწუხაროდ ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება უნისონში მოდის ხოლმე რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადად განცხადებებთან. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, განგაშის არი უნდა შემოეკრა იმის გამო, რაც მოხდა ხურჩაში და ეს უნდა ყოფილიყო ალბათ მთელი ფეხზე დაეყენებინა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დავარცხნილი განცხადება და შემდეგ ერთ-ერთი მინისტრის, კერძოდ პაატა ზაქარიაშვილის განცხადება, რომ ეს იყო მონაკლისის კვლელობა. იცით რა არის? ეს ბოდიშების მოხდა ამ მთავრობის წევრებისთვის დღეს გაკეთებული განცხადებაზე ხვალ ბოდიშის მოხდა, ეს არ ახალი თემაა, მაგრამ პირველი განცხადების პირველი შემთხვევაში პირველი განცხადების ეფექტი და შემდეგ ორი დღე ფიქრი იმაზე მოიხადო თუ არა ბოდიში და გადააბრალო ჟურნალისტო თურმე მან კონკრეტულად ვერ გაიგო ვთქვათ კი ბატონო მადლობა განცხადება ეს მინიმუმ უხერხულია და ერთსაც დავამატებ ან დრო აღარ გვაქვს რა თემო და ძალიან მოკლედ თქვი ძალიან გთხოვთ და ერთსაც დავამატებ იმ ფონზე ზუსტად როდესაც ეს ამბავი მოხდა ხურჩაში და ამის პარალელურად აქ ბატონი ემზარი ბრძანდებოდა და მისი პარტიის კუთვნილ თუ რა ვიცი როგორც არის ტელევიზიაში ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი გამოდის და ამბობს რომ თურმე პუტინს უფრო მეტად უყვარს საქართველო ვიდრე ზოგიერთ ქართველს ალბათ თავის თავს გულისხმობდა და ზუსტად ამას ემსახურებოდა ის და ამით უნდა დაეწყო ზუსტად ბატონ ემზარს თუ კი რაღაცნაირად მიუწვდება ხელი ამ ჟურნალისტთან თუ მის დაფინანსებასთან რომ ბოდიში მოეხადა იმ ოჯახისთვის იმიტომ რომ ეს იყო მართლა უდიდესი ტრაგედია და ხელისუფლების მადლობა დიდი მე წარმატებას გისურვებთ ვემშვიდობები თემურ ჭუმბურიძეს გადმოდივარ სტუდიაში ხურჩაზე უნდა დავსვა კითხვა და რა განცდა დაგიტოვა თქვენ იმან რომ რეალურად მართლა ხვალ უნდა დაკრძალონ ეს ახალგაზრდა კაცი 30 წლის ადამიანი გიგა ოთხოზორია და თითქოს ისე გამოვიდა რომ ამ პოლიტიკურმა ამბებმა გადაფარა და დღეს როცა განთავისუფლდა მაგალითად ნადია სავჩენკო კიდევ ერთხელ ბევრმა ადამიანმა იფიქრა და მეც ვიყავი მათ შორის რომ აი ეს არის შედეგი, როცა ყვირიხა, როცა ხმას იღებ, როცა აპროტესტებ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართავ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩართავ პრობლემაში და ჩვენ დღეს ვნახეთ ნადია სავჩენკო გათავისუფლებული. რა სიტყვით ბატონო მალხასთან დაასრულებს აბსოლუტურად გეთანხმებით. პირველ რიგში მინდა ერთი ფრაზით უპასუხო ემზარბიციანის ალბათ ისმენს, კამაზები თავისკენ მოიკითხოს და გარდა ამისა გამოქცეულების თავისკენ მოიკითხოს. ეხლა რაც შეეხება ამ თემას. ჩვენ აი ზუსტად გვაქვს ორ-ორი წუთი და უნდა დავასრულოთ. რამდენიმე წელია უკვე ვიძახით, აი მე თქვენ მოგიტანთ უბრალოდ მტკიცებულებებს, აქ ადვოკატია, აი ეს არის ჩვენს მიერ გამოცემული ბროშურა, გალი თანამედროვე რუსული გულაგი. აბატონო ეს სამკერდენიშანი ჩვენ ამას გჩუქნით. დიდი მადლობა. 2 წელია ჩვენ თქვენ გჩუქნით როგორც წამყვანს და ტელევიზიას. დიდი მადლობა. მე 2 წელია ჩვენ დედაენის ძეგლთან მდგავართ და ვაპროტესტებთ იმას რომ გალში ქართული ენა აკრძალეს. ჩვენ ჩავატარეთ აქცია, ესე იგი პრეზიდენტთან, ჩავატარეთ აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან და ჩვენ გვეუბნებოდა სულ მუდამ ხელისუფლება, რომ გალში ვითარებ ახლა უკეთესად სუნთქავენ ქართველები და იქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და საამური მდგომარეობა. ამას გვეუბნებოდა ხელისუფლება. ის რაც მოხდა ის ამაზრზენი მკვლელობა თავისი კვალიფიკაციით არის საჯარო დახვრეტა. ეს მოხდა საქართველოს ქართული მხარის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე დღისით, მზისით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ჯგუფურად, ძალიან ბევრი ის არის. დახვრეტა იყო პირდაპირ. ხელისუფლებას მანამდე
ჯერ ერთი იქ ვიღაცა უნდა მდგარიყო. არა მესაზღვრე როგორც ემზარკვიციანი ამბობს, არამედ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, პოლიციელი და ვისაც ევალებოდა იქ დგომა, იქ პატრულირებენ ამბობენ, ხო? ვისაც ევალებოდა იქ დგომა, ის იქ არ იდგა ამ დროისათვის. ეს არის ძალიან, ესე იგი, ეს არის ხალხოვანი მონაკვეთი ხალხი და მიდის. ყოველ შემთხვევაში იქ უნდა იდგეს პოლიციელი მუდმივად. ერთი, მეორე. ხელისუფლებას უნდა იქნა და ნუნასთან გადავდება და დავასრულოთ. ვიჩვენა რომ უსაფრთხოების ზონა, რომელიც უნდა იყოს, რომელიც უნდა არსებობს და საკუთარი მოქალაქეებს უნდა იცავდეს, უსაფრთხოების სისტემა მთლიანად მოშლილია და ამაზე ხელისუფლება აგებს პასუხს. როგორც ენგურს აქეთ, ისე ენგურს იქით, იმიტომ რომ სპეცსამსახურების საქმიანობა მხოლოდ აქეთ არ ვრცელდება, იქეთაც ვრცელდება. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად და მესამე, პრორუსული ორიენტაცია და კურსი საქართველოს ხელისუფლების, იმიტომ არ არის ის პროტესტი, იმიტომ არ ხდება აი იმ სისტემის, იმიტომ მოარღვიეს ის სისტემა და იმიტომ არ ხდება არავითარი ხორიზიება, რომ კურსი აქვს ამ ხელისუფლებას რუსული და თვითონ არის ხელისუფლება რუსული. დიდი მადლობა დაასრულეთ ნონა თქვენ გაწევით. ქალბატონო ინგა, მე მიუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეულწილად აკისრია ძალიან დიდი ვალდებულება, რომ ყველა მოქალაქე იყოს დაცული და საზღვარი კი არა, ისე ოკუპირებული ტერიტორია, ის ხაზი იყოს დაცული აბსოლუტურად სრულყოფილად და რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეა ვალდებული, რომ თავისი ქვეყნის სადარაჯოზე იდგეს. მაგრამ მე ვსვავ კითხვას, კი ბატონო, ხელისუფლების ბრალია. თქვენ ამბობთ, რომ ეს თემა გადაიფარა, არის ამის ნიშნები. თუ ეს თემა გადაიფარა და ამას ნაციონალური მოძრაობა უწევდა პროვოცირებას და ის ამდენ სყვიროდა, მაშინ ევალება თუ არა მასაც ანალოგიური პასუხისმგებლობა. ეს არა მარტო გადაფარვა, ეს არის შიშის სინდრომის, ეს არის ჩვენი დადგმობა, რომ პრორუსულ ძალებს შეუწყო ხელი არჩევნებში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ჟურნალისტიც, არასამთავრობო ორგანიზაციაც, ადვოკატიც და ყველას, უნდა იყოს ობიექტური, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა საკითხი დროულად იქნეს, როგორც გამოძიებული, დალაგებული და უნდა ვიყოთ კრიტიკის ქარცეთში გავატაროთ ზუსტად ის ადამიანები და ეს მაქვს მე ჩემს კოლეგასთან სალაპარაკო, რომ სადიყავით აქამდე მე თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას 26 მაისს სადიყავით მაშინ, როდესაც კოდორი ჩაბარდა, სადიყავით და მე დრო არა მაქვს. მე ესე ვფიქრობ, რომ ვილაპარაკო ამ თემებზე, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბრო. გეუბნებით ერთი ფაქტი დაგისახელეთ იმეთთან, აი თქვენ რო იქ იყავით, მე გარეთ ვიდექი ბატონო. და სოლიდარობას უცხადებდი იმედი ჟურნალისტებს. მადლობა, მე მინდა რომ ისრო წარმატება, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ნონა ფილაური, ადვოკატი და ასევე ადვოკატი მალხას პატარაია იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე მადლობას გადაგიხდით, რომ გვიყურებდით მთელი დღის განმავლობაში. ზუსტად 5 წუთში კი პირდაპირ ეთერში დღის მთავარი პოლიტიკური თემით ვახო სანაია და რვიანი. ნახვამდის.